BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. ელექტრომობილების არასტაბილური ბაზრის ფონზე Toyota ჰიბრიდების სეგმენტში პოზიციებს იმყარებს 2025 წელს იაპონურმა გიგანტმა გლობალურად რეკორდული 4.4 მილიონი ჰიბრიდი გაყიდა, რითაც ისტორიულ 27 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ბრენდის წარმატება საწარმოო ხაზებში ჩადებული 912 მილიონიანი ინვესტიცია და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მოთხოვნის თითქმის 18%-იანი ზრდა განაპირობებს. რაბოთხისა და Camry-ის ლიდერობით ამერიკაში გაყიდული ყოველი მე-15 ავტომობილი Toyota-ს ჰიბრიდია, რაც კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ეფექტურობას ადასტურებს. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეული ენერგოკრიზისის ფონზე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში ელექტრომობილების გაყიდვების ახალ რეკორდებს პროგნოზირებენ. მიმდინარე წელს გლობალური გაყიდვები 23 მილიონ ერთეულს მიაღწევს, რაც მთლიანი ავტობაზრის თითქმის 30%-ია. მართალია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში შიდა პოლიტიკის გამო პირველ კვარტალში გაყიდვები 8%-ით დაეცა, თუმცა ეს კლება ევროპაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირებულმა მკვეთრმა ზრდამ გადაფარა. ჩინეთი კვლავ წარმოების მთავარ ცენტრად რჩება და გლობალური ბაზრის 75%-ს აკონტროლებს, ხოლო 2035 წლისთვის მსოფლიოში ელექტრომობილების რაოდენობა სუბსიდირების გარეშეც 510 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილი ოპერატიული კანონპროექტით 2027 წლის სექტემბრიდან ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების მფლობელებისთვის გზების მოვლის ყოველწლიური გადასახადი დაწესდება. ინიციატივის მიხედვით ელექტრომობილების მოსაკრებელი $130-ით განისაზღვრება, მაქსიმუმ $150-მდე ზრდით, ხოლო ჰიბრიდებისთვის $35. პროექტის ავტორების სემ გრეივისისა და რიკ ლარსენის განცხადებით, ეს ნაბიჯი ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული სახსრების მობილიზებას უზრუნველყოფს, რაც აქამდე მხოლოდ საწვავის აქციზით ხდებოდა. ინდუსტრიის ასოციაცია ზეტა ინიციატივას ეკოლოგიური ტრანსპორტის არაპროპორციულ დასჯად მიიჩნევს და ალტერნატიულ სამართლიან მოდელს ითხოვს. საავტომობილო გიგანტმა Stellantis-მა ჩინურ სახელმწიფო ავტოკონცერნ Dongfeng-თან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც საფრანგეთში რენის ქარხანაში ჩინური პრემიუმ ბრენდის OIS მოდელების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს. სტრატეგიულ საწარმოში Stellantis-ი საკონტროლო 51%-იან წილს ფლობს, Dongfeng-ი კი 49%-ს, რაც ჩინურ მხარეს ევროპულ ბაზარზე დისტრიბუციის გაფართოების საშუალებას მისცემს. ეს ნაბიჯი Stellantis-ის უფრო ფართოაზიური სტრატეგიის ნაწილია. კომპანია მიმდინარე თვეში Dongfeng-თან 1 მილიარდი ევროს ღირებულების კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა ჩინეთში ჯიპისა და პეჟოს წარმოებაზე, ამასთან კი ესპანეთის ქარხანას ჩინურ ლიპ მოტორს უთმობს ოპელის ახალი ელექტრომობილის შესაქმნელად. საერთაშორისო ალიანსების გაძლიერებით Dongfeng-ი, რომელიც Stellantis-ის აქციონერიცაა, ჩინეთის შიდა ბაზარზე არსებული საფასო ომის ფონზე გაყიდვების დივერსიფიკაციას ევროკავშირში ცდილობს. Uber-ისა და ჩინური Pony AI-ის მხარდაჭერით ხორვატულმა კომპანია Verne-მ ზაგრებში 10 თვითმართვადი ავტომობილით საპილოტე უპილოტო ტაქსის სერვისი ამოქმედა. მიუხედავად რთული საგზაო ინფრასტრუქტურისა, 10,000-ობით კილომეტრის მანძილზე ავარია არ დაფიქსირებულა და მოგზაურობები და მგზავრობები უსაფრთხოების ოპერატორის თანხლებით სტაბილურად სრულდება. 1.99 ევროიანმა ხელმისაწვდომმა ტარიფმა 4,000 კაციანი მოლოდინის სია შექმნა. კომპანია წლის ბოლომდე სრულად უპილოტო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს და ამასთან გაფართოებას ევროკავშირის, ბრიტანეთისა და ახლო აღმოსავლეთის 11 ქვეყანაში აპირებს. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.